სამდელონო მეუფენო ძვირფასო ბამებო ძმებო და დებო გილოცავთ ამაღლების დიდებულ დღესასწაულს და მამა კახაბერ მადლობა თქვენი ბოლოცვისთვის და თბილი სიტყვებისთვის და თქვენ რაც ბრძანეთ რომ აქ ნუგეშობს და ლოცულობს და სულ სიცხონებს მრავალი ადამიანი რა თქმა უნდა ეს არის თქვენი დამსახურებაც მათ შორის და იმ სამდელოების რომელიც აქ უკვე წლებია მოღვაწეობს და მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღვაწლისთვის, თქვენი მისიონერული და სამოძღვრო საქმიანობისთვის, რომელიც ესოდან სასარგებლოა ჩვენი ეკლესიისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღეს ჩვენ აღნიშნავთ მოვლენას, როდესაც უფალი იესო ქრისტე ბოლოჯერ უკანასკნელად ესაუბრება თავიანთ თავის მოციქულებს ეცხადება უკანასკნელად და უბრძანებს მათ, რომ იერუსალიმში დაელოდონ სულიწმინდის გარდამოსვლას. შემდეგ მიყავს ისინი ელეონის მთაზე, აკურთხებს მათ და მათ თვალწინ იწყებს ზეცად ამაღლებას. და ისინი ამის ხედვარენი ასე გაოგნებულები არიან და მათ გამოეცხადათ ორი ანგელოზი და ეტყვიან რომ კაცნო გალილეველნო რას დგახართ და შეხყურებთ ზეცას იესო რომელიც თქვენგან ამაღლდა ასევე მოვა როგორც ზეცად ამაღლდა ასევე მოვა როგორც ამაღლდა ზეცად და სახარება მოგვითხრობს რომ ისინი ბრუნდებიან იერუსალიმში ძალიან დიდი სიხარულით. თითქოს განშორება მოხდა უფალთან. დამთავრდა ის მათი ყოველდღიური ბედნიერება იესო ქრისტესთან საუბრების და ურთიერთობის. მაშინ რა ახარებდათ მათ? რატომ ჰქონდათ ასეთი დიდი სიხარული? და ჩვენც რატომ ზეიმობთ აი ამ დიდ მოვლენას? პირველ რიგში უფალი იესო ქრისტე დაპირდა მათ სულიწმინდის მოვლინებას, სულიწმინდის მიცემას. შემდეგ მათ განსაკუთრებით ამაღლების აი ამ მოვლენის შემდეგ განუმტკიცდათ რწმენა, გაუმყარდათ რწმენა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ნამდვილად ძე ღვთისა და გამოჩნდა, რომ მასში ორი ბუნებაა, კაცობრივი და საღვთო და კაცობრივი. და ასევე უფალმა აღუთქვა მათ, რომ მუდამ მათთან ერთად იქნება. მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ხომ გახსოვთ ეს სიტყვები? და მაგრამ ეს სიტყვები არ იყო განკუთვნილი მხოლოდ მოციქულებისთვის. იმიტომ რომ ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ სოფლის აღსასრული ჯერ არ დამდგარა, ხო სწორია? მაშასადამე ეს სიტყვები განკუთვნილია ყველა დროის ქრისტიანისთვის. ყველასთვის არის და მართლაც ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი დღესაც ჩვენთან არის. იგი ასრულებს ამ თავის აღთქმას, დანაპირებს. თავისი მადლით, თავისი სიტყვით, თავისი სიყვარულით ის არის ჩვენში და ჩვენ შორის. იმყოფება და მოქმედებს. და აი თუ ზოგიერთი ჩვენგანი აი ამ მის მყოფობას ვერ ამჩნევს, ვერ გრძნობს, ეს ნიშნავს, რომ რაღაცა მიზეზი არის ჩვენში. ან ის საკმარისად არ გვიყვარს იგი, ან არ ვფიქრობთ მასზე. და ამიტომ ეს მადლიც გვაკლია და ამიტომ ვერ გრძნობთ მის მყოფობას, მის სიახლოვეს, ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩემში ეს მიზეზი. ამას უფალს რო ვკითხავთ, აუცილებლად დაგვანახებს, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ უფრო მეტად და მეტად ვიგრძნოთ უფლის სიახლოვე და მისი სიყვარული. კიდევ ერთ საიდუმლოსთან არის დაკავშირებული უფლის ზეცად ამაღლების მოვლენა. ეს არის აღთქმა იმისა, რომ იგი მეორედ მოვა დედამიწაზე.
მეორედ მოვა როგორც მეუფე და მსაჯული უკვე დიდებით იქნება მისი მოსვლა როგორც იცით თქვენ მაგრამ ამ მოვლენის დღისა და საათის შესახებ როგორც თავად უფალი ბრძანებდა არავინ იცის მხოლოდ ზეციურმა მამამ უწყის ეს არის ცნობილი მხოლოდ ზოგიერთი ნიშანი მისი მეორედ მოსვლის და წინაპირობა აი ასე რომ ეს დიდი მოვლენა ჩვენ შთაგვაგონებს ძვირფასო ძმებო და დებო რომ როგორც გვასწავლის ჩვენ მოციქული პავლე რომ ჩვენი მოქალაქობა უნდა იყოს ზეციერი ზეცაშია ჩვენი მოქალაქობა საიდანაც მოველით ჩვენს მაცხოვარსაც იესო ქრისტეს და რომ გვმართებს ფიქრობდეთ ზეცისას და არა მიწისას ფიქრობდეთ და მივისწრაფოდეთ ზეციურისკენ როგორც ამბობს პავლე მოციქული სადაც მარჯვენით ღვთისა ბრძანდება უფალი ჩვენი იესო ქრისტე და როგორც გვასწავლიან წმინდა მამები უნდა ყოველთვის გვახსოვდეს რომ ჩვენი მიწიური ცხოვრება ეს არის დროებითი მგზავრობა აი წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან ხშირად ამბობს ამას და რომ ჩვენი ნამდვილი სამშობლო და მარადიული სამშობლო არის ზეცაში კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ უფალმა ინებოს თქვენი სულიერი ამაღლება ყოველი ჩვენგანის სულიერი ამაღლება საქართველოს სულიერი ამაღლება გამთლიანება გაძლიერება და გადარჩენა ამინ ჩვენთან არს ღმერთი